ხო, ნუ ეხლა თან როგორ არის, ეხლა ერთი მანქანა თვითონ მასშტაბი 1.18 რო არის. დიდი არის და შესაბამისად მძიმეა. კი. ჩელენჯერი ხო, eBay-ის მინუსი რა არის რა, რო ყიდულობ სიტყვაზე რამეს. ხო? დაუშვათ $50 ღირს ეს ავტომობილი, ხო? შიფინგი თან რა დავაკვირდი მე eBay-ზე, რაც უფრო იაფია ფასი მანქანისა, მით უფრო შიფინგი არის დიდი. ტრანსპორტირებაში ხევენ დიდკუს. ხო, შიფინგი აქვს დიდი. პლუს მაგას ემატება წონის პული. ხო, და ამას კიდე წონა აქვს. ხო. და პლუს გადამზიდი მერე მოცულობით უეჭველი გამიკეთებს. მოცულობითად დიდი კოლოფი არის, რა თქმა უნდა უკვე რაღაცებს ჩამატებენ და ასე შემდეგ. ხო. და აი შედარება რო გავაკეთოთ, ხო, აი კერძო ადამიანია ერთეულს რო ყიდულობს რა და რა მაღაზია რო ყიდულობს. ხო, დამთავრე და მერე განსხვავება რა არის, რომ ის ერთეული, ხო, იმდენად ძვირი ჯდება. თავის ყიდვიან, ტრანსპორტირებიან. ხო, რო აღარ გიღირს. ხო, რო არ გიღირს, შეიძლება არამდენი 5 ლარი მისცეს სხვაობა. კი. და მაგას გირჩევნია ისევ აქ იყიდო. კი, და აი ხო ვაქცენი რომ მაღაზიაში ჩვენთან 240 ლარი გირთქვა. ხო. ღირს ნამდვილად, იმიტომ რომ მაღაზე ბევრად ძვირი დაჯდება რომ გამოიწეროთ. მე მაღაზე იაფად ვიყიდე აუქციონზე, მაგრამ აი ხო.